დეპარტამენტ ანა ბურჩხაძე. ერთ-ერთი იმ სპეციალური რაზმიდან, რომელსაც ჟურნალისტების წინააღმდეგ წვნიან. ის მოქმედებს მედიის სახელით, აქვს ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობა, ყავს ოპერატორი და აქვს მიკროფონი. თუმცა არ ღვევს ყველა სტანდარტს, რომლითაც ჟურნალისტი უნდა მოქმედებდეს. Real TV-ის სახელით მოქმედი ადამიანი კიდევ ერთი წარმომადგენელია იმ ჯგუფისა, რომელიც რეგიონებში ჟურნალისტების დევნას ახორციელებს. ძალიან გთხოვთ, კადრებს ვიღებთ, ძალიან გვეჩქარება და ნიშნი ხელს მუშაობაში. არ პასუხობ კითხვებს. არის თუ არა Real TV-ის თანამშრომელი ბორჩხაძე, ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი სოფო ხუციშვილი პასუხისგან თავს იკავებს. Real TV ჟურნალისტი არის, ვინც ჩანდა კადრებში? კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრა, რომ არა ვარ კომპეტენტური ამ თემასთან დაკავშირებით. ეს ინციდენტი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რეპორტიორს დაკითხვას უწყობენ. მოულოდნელი იყო ჩვენი დახვედრა და არ მოუწიათ სცენარი ქართული ოცნებიდან რა უნდა გეთქვა ჩვენთვის და იმიტომ არ იღებთ ხმას და იმიტომ არ ვცნობ კონკრეტულ პასუხებს ალბათ უნდა. მეცხრე არხისა და ინფოცხრის ჟურნალისტების მიმართ გაძლიერებულ ყურადღებასა და დევნას დიანა ტრაპაიძე ფსიქოლოგიურ ტერორად აფასებს. ინფო9-საც და მეცხრე არხსაც აქვს კარგი ბაზა, ყავს ბევრი რეგიონალური კორესპონდენტი, რომელიც ადგილზე ახერხებს დისკომფორტის შექმნას რეგიონული ჩინოვნიკებისთვის და ეს ყველაფერი არის მავნე პასუხი აი ამ დისკომფორტზე. ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ პოლიტიკური მოვლენების გამძაფრების პარალელურად შესაძლოა მედიაზე ზეწოლა გახშირდეს. შავსიაში შეტანილი შოუ ბიზნესის წარმომადგენლები ნატო მეტონიძე, მაია ჯაბუა, ნინი ქარსელაძე, ანსამბლი ქუჩის ბიჭები, ლიზა ბაგრატიონი, ანსამბლი ფორტე. რატომ აღარ ჩანან ისინი სცენაზე და რატომ არ იწვევენ კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკურ მიზეზებზე, თავად დაბლოკილი მომღერლები საუბრობენ. მე უკავშირებ ვთქვათ საკანში სიარულს, მე უკავშირებ ყველგან ღიად დაფიქსირება ჩემი პოზიციისა. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მე არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილვარ, მე არასდროს არც ერთ პარტიაში შესვლას არ ვაპირებ, მაგრამ მე ყოველთვის შევეცდები, რომ დავაფიქსირო ჩემი აზრი. ანსამბლი ფორტე შოუ ბიზნესის ჭრაში პოპულარული და კონცერტებით განებივრებული მანამდე იყო, სანამ მისმა ერთ-ერთმა წევრმა ზურამანჯავიძემ გირგულიანის მკვლელობის ფაქტზე თავისი აზრი საჯაროდ გამოთქვა. ფორტეს შევიწროება ამის შემდეგ დაიწყო. პირველივე ესეთი საჯაროდ დაფიქსირებული ჩვენი პოზიციის შემდეგ ვიგზენი, ანუ შედეგს არ დაუყოვნებია. ზურამანჯავიძე ამბობს, რომ სთხოვდნენ არ გამოეხატა საჯაროდ საკუთარი პოლიტიკური სიმპათიები, სანაცვლოდ კი მანქანას და სამსახურით უზრუნველყოფას პირდებოდნენ. თავიდანვე დაიწყო ეს რაღაც შევიწროება ქვია, რასაც პრობლემებში ჭირების ჯოხების გაჭირა ქვია. ნატო მეტონიძე, ნინი ქარსელაძე, ქუჩის ბიჭები, ეს მომღერლების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ქართულ სცენაზე დიდი ხანია არ უმღერიან. კონცერტები თბილისში ხშირად კერძო კომპანიების ინიციატივებითაც იმართება, თუმცა დაბლოკილი მომღერლების განმარტებით ეს კომპანიები ხშირად ხელისუფლების გარნახით მოქმედებენ. 21 წლის მიხეილ ბაზაზიანის გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას ოჯახის წევრები ამ დრომდე ცდილობენ. ჭირისუფალი განმეორებით ექსპერტიზაზეც თანახმა. ინფორმაციის გავრცელებიდან 2 დღის შემდეგ თუ რატომ გადაიყვანეს ბაზაზიანი ქსნის საპყრობილედან გლდანში ოჯახისთვის ისევ უცნობია. სასჯელ აღსრულების სამინისტროს განცხადებით მიხეილ ბაზაზიანი გულის უკმარისობით გარდაიცვალა, თუმცა ოჯახი დარწმუნებულია, რომ 21 წლის პატიმარი მოკლეს. ახლობლები იმასაც ვარაუდობენ, რომ მიხეილ ბაზაზიანი დიდი ხნის დაღუპულია. სუნი გაუშვა, გახსნა დაიწყო და უკვე პება ცხედარი. 10 დღის წინ მოხდა ისე, რომ ქსნის მე-16 დაწესებულებაში ერთი პერიოდი აკრძალეს ადვოკატების შესვლა, ფაქტიურად რაღაცა საგანგაშო მდგომარეობა გამოაცხადეს. ამის გადასაფარად, ჩემის აზრით, ხელისუფლებამ თვითონვე თავისნებით Facebook-ზე გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გლდანში ხდებოდა რაღაც განსაკუთრებული. მე გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ სწორედ ეს მიშას გარდაცვალებაც, ბაზაზიანის გარდაცვალებაც შეიძლება სწორედ აი იმ პერიოდს უკავშირდებოდეს. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ პატიმარს ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნას ელოდებიან. სენაკის მკვიდროს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება სულიკო ჭავამ დახმარებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიმართა. ჭავა ამტკიცებს, რომ დახმარების ნაცვლად სენაკის გამგებელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სულიკო ჭავა სოციალურად დაუცველია. დეტალების გასარკვევად მეცხრე არხის გადამღები ჯგუფი დღეს სენაკის გამგებელს დაუკავშირდა, თუმცა ჟურნალისტი და ოპერატორი მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში საერთოდ არ შეუშვეს. სუფხებზე მკიდი ხართ ასე რა. ამტყობივალის სიმსივი დაავადებული ვარ, ერთი ოპერაცია მაგალითებული, მეორე მკეთის ოპერაცია გასაკეთებელი მაგდა თარმა ყურადღებას არ მაგცროს. რამოდენიმეჯერ მიმართე და გამომაგდეს გარე.